ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანერჩევებით ელისო ხარჩილავაში მოგვიერთდა როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო თემით ამ სეზონის ბოლო გადაცემაა და რა თქმა უნდა გვინდა რაღაცა განსაკუთრებული განწყობა შემოვიტანოთ და შესაბამისად ვისაუბრებთ 2025 წლის ჩელსის ბაღების კონკურსის გამარჯვებულ ბაღზე ეს გახლავთ ჩანოი ნიბას იაპონური ჩაის ბაღი და ასევე ეს ბაღი გახდა ამ კონკურსის ოქროს მედალოსანი. ელისო, მოგესალმები, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. და მოდი დავიწყოთ საუბარი ზოგადად ამ კონკურსით, რას ემსახურება ეს კონკურსი, როგორც ვიცი, მრავალწლიანი ისტორია აქვს და შემდეგ უკვე გამარჯვებულ ბაღზე, თანამედროვე ტენდენციებზე, ამ კონკურსში გამარჯვებულ სცენარებზე, მოკლედ სასაუბრო ბევრია. კი, ნამდვილად სასაუბრო ბევრი არის. რადგან ეს სეზონის ბოლო გადაცემა რაღაცა მინდოდა ძალიან ლამაზად დაგვესრულებინა ეგ სეზონი და ეს თემა მეც და ბევრ ჩემს კოლეგასაც ძალიან აინტერესებს და იციან და სხვებისთვისაც რა თქმა უნდა სასიამოვნო იქნება. ანუ ისტორია იწყება ძალიან დიდი ხნის წინ, სადაც ბრიტანეთის ერთ-ერთ დასახლებაში ჩელსში ტარდება გამოფენა კონკურსი ლანდშაფტის დიზაინერებისთვის. არა მარტო ლანდშაფტის დიზაინერებისთვის, მებაღეებისთვის, სელექციონერებისთვის, სადაც ინერგება მოდა და ტენდენციები. ანუ როგორც მილანში ვიცით, რომ მოდა ტარდება, ზუსტად ასეთივე დიდი მნიშვნელობის არის ეს ჩელსში ჩატარებული კონკურსი. და ეს ავამატებ ჩელსში გამარჯვებულ ბაღს, ოსკაროსან ბაღსაც უწოდებენ. კი, ოსკაროსან ბაღებსაც უწოდებენ, მაგრამ ყველაზე საინტერესო იცით რა არის? ეს ანამ ჩელსიამდე მოვა ის ადამიანი, ის თავის ქვეყანაში არის გამარჯვებული. ანუ გამარჯვებული და ბოლო წერტილია. ყველა ქვეყანა საუკეთესო წარმომადგენელი ყავთ და ახლა წარმოიდგინეთ, რომ იქ რო გაიმარჯვებდა ოქროს მედალს აიღებ, ეს არის თურმე აი ძალიან დიდი მიღწევა აქვს. აი მართლაც როგორც ოსკაროსანი მსახიობები გვყავს, ისე არის ლანდშაფტის დიზაინში. ანუ ესენი ნერგავენ ტენდენციას, მოდას, მიმართულებას, ანუ კარნახობენ რა მიმართულება იქ. ეს არ არის მარტო ერთწლიანი. ეს არის საფუძველი მომავალი 5 წლის. ისე ნუ გაიგებთ, რომ აი წელს ეს გაიმარჯვა, მომავალ წელს ეს. არა, ეს წლევანდელი გამარჯვებული, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ 5 წელი ჩვენ ამ იდეით შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ჩვენი ბაღები. რა თქმა უნდა, წლევანდელი გამარჯვებული ბაღი, ჩვენ ვიცით, ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, ცოტა გადაუხებ, პანდემიამ სხვა ტენდენციები მოიტანა. ეხლა ეს ცოტა პანდემია უკან დაგვრჩა და ეხლა უკვე სხვა ტენდენციები მოდის. კი ბატონო. თქმა უნდა, ეხლა წლევანდელი ბაღის გამარჯვებული იქნებოდა იაპონელი დიზაინერი. როგორ მომწონს მე იაპონური ბაღები. ხო, საოცრება და შენი ერთ-ერთი ფავორიტი სტილი არის ეს იაპონური ბაღი. ეს ტიპი არის, ასე შეიძლება ვთქვათ, კაზუიკი იშიჰარა. ცოტა რთული სახელია და თავის ბაღს დაარქვა ჩანო ნივა. რას ნიშნავს ჩაის ბაღი, ხო? ჩაის ზუსტად ეგ არის. ესე იგი რას ნიშნავს? ამ კაცის მე რო წავიკითხე ამ ადამიანის ისტორია, ყოველთვის ღებულობს მონაწილეობას 2017-2015 წლებშიც აქვს ამას ბაღები განხორციელებული იქ ამ კონკურსში, მაგრამ ფავორიტი და ოქროს მედალოსანი გახდა წელს პირველად. ამისი ხაზი რა არის? ანუ თავისი იაპონური ტრადიციების აღორძინება. ის რაც თურმე მივიწყებულია. ზოგადად იაპონელები იმდენად ტრადიციულები არიან, კი და ძალიან ხა საინტერესო კულტურა და საინტერესო ერია. კი, მართლაც აი ძალიან დიდი ისტორიის, მე მგონი ყველა სფეროში ძალიან დიდი ისტორია აქვს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ბაღის ისტორიაც არის აღორძინებული. კი, ამ ადამიანის ამ ბაღის მთავარი ღერძი არის ჩაის სივრცე. ну სანამ ჩაიმდე მიხვალ იქ მთელი ტრადიციები არის და ანუ რას ეძღვნება ეგ ბაღი სულ ქაოსში ვართ ახლა მსოფლიოში თითქმის სულ ქაოსია სულ ომია სულ რაღაცა არეულობა და ეს იგრძნობოდაო ჩვენს ბაღებშიო აი თუნდაც იმ პანდემიის პერიოდში გაკეთებული ბაღები, ანუ ბევრი უხვად მცენარეები რა. არა, ეს ახლა ტენდენცია წამოვიდა ისეთი, რომ
გაჩერდი ადამიანო. აი ზუსტად ამისი ლოზუნგი. დამშვიდდი და შეიხედე და დაფიქრდი. და რა საინტერესოა არის ეს მე კრიტიკოსებსაც მოусმინე და რა ყველას გაუკვირდა ამ ბაღის გამარჯვება. იმიტომ რომ იმდენად განსხვავებული იყო, იმდენად აი ნიადაგიც, აი საფუძველიც ისეთი გააკეთა, უსახური ნიადაგი. ჩვენ ხო სულ ვაბობთ რომ ნოყიერი ნიადაგი უნდა იყოს, აი ესეთი საუკეთესო ნიადაგი უნდა იყოს და ამ ადამიანმა არა შენ რაც გაქვს ნიადაგი, იმ ნიადაგისთვის შეარჩიეო მცენარეები, ნუ შეცვლიო ეკოსისტემას, მაქსიმალურად ბუნებრიობად და ეს იმდენად განსხვავებული იყო სხვა კონკურენტებისაგან, ეგ ბაღი რომ ზუსტად ეს განსხვავებულობამ მიაღებინა ეს ოქროს მედალიც. ვიზუალური აბსოლუტურად თითქოს ეს ასე იყო საუკუნეები, დიდი ქვები. აუცილებლად იაპონურ ბაღში ჩვენ ქვები ვიცით რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხავსები და ყველაზე საინტერესო მცენარეებიც ისეთი შეარჩია. აი საინტერესოა ფავორიტი მცენარეები. ფავორიტი მცენარეები, რაც ამ ადამიანმა თავის დიზაინში გამოიყენა. ეს რა თქმა უნდა არის ნეკერჩხალი. ნეკერჩხლის გარეშე უბრალოდ იაპონური ბაღი არ არსებობს, ხო? თითქოს და ამ სიმწვანეში ეს სიწითლე დომინირებს და გეუბნება რომ მოდი ცოტა დამშვიდი დაწყნარდი. აქ აქვს კიდევ ერთი მცენარე. ელისო ჩაგერთვების საუბარში მიხვდით იმისა რომ ზოგადად წითელი ცოტა აგრესიულ ფერში არის, ხო? ხო მოიაზრება. ანუ ამ შემთხვევაში ანუ მწვანის და წითლის კომბინაცია რაღაც მშვიდის განწყობას ქონს. ნახეთ როგორ აქვს ამ ადამიანს ინგლისური სტილის ბაღები ვიცით რომ მრავალფეროვანია და ამან ეს ჭრელია და ამ ადამიანმა ნახეთ ამ სიმწვანეში დიდი ხეები აქვს, ხავსები აქვს კიდევ და ეს სიწითლე მაისამაის წითელი ნეკერჩხალები ვიცით რომ მწვანე ფერიც არის არა ზუსტად ეს წითელი ფერი დასვა. მწვანის და წითლის კომბინაცია. კი, რომ ეს ყურადღების მისაქცევად იმ ნეკერჩხალთან ერთად შეგიძლია რაღაცა ჩამოსაჯდომი გააკეთო რომ ჩამოჯდე, დაფიქრდე და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მომეწონა იყო ბილიკების თემა. არა? ბილიკების თემა, ხო, ბილიკების დამახასიათებელი. ანუ რას ამბობს ახლა ეს ადამიანი, ეს დიზაინერი? ეს ბილიკები რაც შეიძლება უნდა იყოს აი მომრგვალებული, არასწორხაზოვანი და არა ჩაბეტონებული. რაც აგავს, ან შეიძლება საერთოდ არ იყოს ბუნებრივი ფორმა შენარჩუნებული. ხო, აი მარტო ფეხით გაკვალული ბილიკიც. მარტო ფეხით გაკვალული ბილიკიც, რომ მოერგეო რაც შენ სიტუაცია, რაცა გაქვს, მოერგე ბუნებას, ხო, ყველას არ აქვს იმდენი საშუალება, ყველას არ აქვს ისეთი ნიადაგი რაღაცა საოცარი, ხო? მაგრამ ნუ შეცვლიო ამას, მოერგე და შეარჩიე ის მცენარეებიო და ეხლა თვითონ ამ ადამიანს გამართლებული ხედვა ისედაც. კი, რაღაცა მეც მომეწონა და არა ბუნება უნდა მოვირგოთ. აგრესიულად არ უნდა ჩავერიოთ ბუნების მიმართ. ამას ადამდე მიყავს კაცობრიობა, კი ხედავთ, ხო? და თან ისტორია როგორ აქვს, რას ამბობს, ჯერ წარმოიდგინეთო თქვენ რომ ამ სამყაროში თქვენი საკუთარი მიწის ნაკვეთი გაქვთო. და ამ მიწის ნაკვეთსო რატო ერევიო უხეშად? პირიქით დადკბიო ამით და ისარგებლე და გამოიყენეო ის, რაც ის შენი მიწის ნაკვეთი გაძლევს. ისარგებლოს აუცილებლად მოგცემს. აუცილებლად თუ მოერგები, სწორად თუ მოერგები. გავაგრძელოთ მცენარეები. აი საინტერესოა ფავორიტი მცენარეები რა. რომელი მცენარეები გამოიყენება? ცხილაც აქვს. ეხლა ჩვენ ცხილა რაღაცა ცოტა იაპონური. ხო, ცოტა რაღაცა იაპონური ბაღისთვის არ ჯდება, მაგრამ ცხილას აქვს შემოდგომა საოცარი. ყვითლდება რაღაცა საოცრად და ის დიდი ხე, ანუ ბალანსი აქვს, როგორც დიდი ხე უნდა იყოს, მერე მოდის ეს მომცრო ზომის მეორე ხარისხოვანი მცენარეები სიმაღლის მიხედვით და მერე ნიადაგფარავები და ყველაზე საინტერესოები გამოყენებული არის. ის მივიდეთ მაგამდე. კი, ზამბახები აქვს გამოყენებული. წარმოიდგინეთ ახლა ზამბახები, ჩვენთან ახლა მეზამბახეები ძალიან სერიოზულები გვყავს და ძალიან ტენდენციური გახდა, ყველას ფავორიტი არის ეს მცენარეები და ამ ადამიანმაც გამოიყენა თავის ბაღში ზამბახები. ანუ აბსოლუტურად სეზონურობა აქვს დაცული. გადაიყვავილა ყველაფერმა, ფოთლები ვისაცვივა დაუცვიდა, მაგრამ ზამთრის ფავორიტებში რა გვაქვს დაბონსოებული ფიჭვები. აი ეს აუცილებლად, ეს იაპონურ ბაღში არის ძალიან ტენდენციური. ბამბუკი არ უნდა დაგვრჩეს.
ფარნები, ასე ვთქვათ, ეს ბეტონისგან გაკეთებულია, ხო, საღამოს შუქები და ნუ ეს რაღაცა აი ძველი მასალების მეორადი მასალების გამოყენება. ანუ სახასიათოდ არ გადაყაროთო. თუნდაც თუ რაღაცა ხე არისო გამხმარი. ნუ მოჭრით, ნუ გადააგდებთო. შეგიძლიათ ის დიზაინში ჩასვათ, რაღაცა სკულპტურის ფორმა მისცეთ და იქ უკვე ფარანს რო დაკიდებ, რაღაცა საოცრება ბაღი გამოგივათო რა და აი ეს სულ რამოდენიმე მცენარე აქვს ამ ადამიანს გამოყენებული და ზუსტად წლევანდელი ტენდენცია იყო ეგ, რომ მრავალფეროვნება მორჩა დამთავრდა. მთავარი არის რამოდენიმე სახეობის მცენარები ქონდეს და ეს მცენარები გამოიყენოთ მრავალჯერად. რითმულობა ქვია ამ ტენდენციას. ანუ ბაღის რითმულობა, ბაღში მცენარეთა რითმულობა, მაინც მინიმალისტური. მაინც მინიმალისტური, აბსოლუტურად და თვითონ კიდევ რა მინდოდა, იცით რომ მე თქვა ძალიან საინტერესო არის ამ ადამიანმა ამ დაგეგმარებაში გამოიყენა იკიბანას სტილი. იკიბანა საერთოდ ხდება ჩვენ ისტორიულად მე-15 საუკუნეში და ეს არის საყვავილი კომპოზიცია. რაღაცა პატარა ქოთანში არის ეს იკიბანა. იქ დედამიწა, მზე, ცეცხლი, წყალი, ეს პრინციპი გამოიყენა თავის ბაღში. ანუ იქ გვაქვს ჩვენ მზის სხივებით აუცილებლად, წყალი, წყლის გუბურებით აუცილებელია, მნიშვნელოვანია. იაპონური ბაღისთვის დამახასიათებელია. კი. ცეცხლს გვაძლევს ის ფარნები, კენჭები, წყალს რა თქმა უნდა. კი. აი ეს იკიბანის სტილი გამოიყენა თავის ბაღში და მე როცა ეს კრიტიკოსები განიხილავდნენ, ეს იმდენად განსხვავდებოდა სხვა კონკურენტებისაგან, ბაღებისაგან, რომ აი ყველამ თურმე ერთხმად აღიარა, კი, განსხვავებულია, კი, არაფერი განსაკუთრებული არ არის, მაგრამ გრძნობაზე იყო აგებული. იცი რა ვფიქრობ, ალბათ როგორც ამბობენ, სწორედ იმ სიმარტივეში ის განსაკუთრებული. სიმარტივეშია განსაკუთრებული და ბაღი რა არის? ბაღი არ არის მოდი და მიყურე და ბევრი ფული დახარჯე. ბაღი არის აბსოლუტურად ემოციაზე. გრძნობა უნდა გამოიწვიოს ამ ბაღმა. ის მე არასდროს არ დაგავიწყდება, შენ რომ მიხვდები რომ ეს ბაღი რაღაცას გააძლევს, რაღაცა მშვიდდები, აი თემა იყო ეს და საერთოდ ამის გარდა სხვა 2-3 დიზაინერი იყო დასახელებული მეორე ადგილოსან და მესამე რომ ზუსტად ეგ თემას შემოიტანეს სიმშვიდე. ანუ გვეყოფა, გავიარეთ ეს პანდემია, ეს სიმშვიდე და დაფიქრება და მადლიერება. და შესაბამისად ელისო, რა თქმა უნდა, ამ კონკურსის დასრულების შემდეგ 2025 წლის ფავორიტი მცენარეებიც დასახელდა. კი, ფავორიტი, ხო, ამ კონკურსში მარტო დიზაინერული ნამუშევრები არ არის, აქ ხდება ჩვენ ფავორიტი მცენარეებიც, ანუ წლის მცენარები, ასე შეიძლება რომ ვთქვათ. და ეს 2025-ის თუ მომდევნო 5 წლის? მომდევნო 5 წლის განმავლობაში და რო წავიკითხე ეს მცენარეების ჩამონათვალი, მართლა ვაიმე ღმერთო, ხო, ნუ თუ მეთქე რატომღაც გონია რომ რაღაცა ძვირფასი მცენარეები და ამ დროს აბსოლუტურად მარტივი მცენარეები, ხოსტები, რომელიც აი ჩვენს დამკვეთებს მაინც და მაინც არ უყვართ იმის გამო რომ ზამთარში ქრება. მაგრამ ეს არის აი ჭრდილის ამტანი მცენარეები, ეს ჩვენ ზოგჯერ გვაქვს ეს პრობლემები, რომ ჭრდილში რა გავაკეთო? ყველაზე საუკეთესო გამოსავალი არის ეს ხოსტები. თან ეს უამრავი ჯიში არსებობს ამ ხოსტების. ფოთოლდეკორატიული მცენარეა და ნუ არაუშავს ახლა ის 2-3 თვე, ახლა სეზონურობაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, როცა გრძნობაზე აგებულ ბაღს აკეთებ, ხო? ხოსტა არის კლემატისები. რომელი მცენარე? ეს არის ხვიარა მცენარეები, რომელიც აი კაშკაშებს რაღაცნაირად, აი არის რაღაცა იასამნისფერი, თეთრი ფერი, ვარდისფერი, ხვიარა მცენარეებსაც მიაქცევთ. ფერთა პალიტრა აქვს საოცრება და ეს ვარდთან კომბინაციაში არის ყოველთვის ლამაზი. ვარდი არ არის დასახელებული. აი უფრო ესეთი მინდვრის მცენარეებია, ასე ვთქვათ, დასახელებული. არის კიდევ სალვია, ქართული არ მახსოვს როგორ არის, ლათინურად არის. ესეც ბალახოვანი მცენარეა, განა რაღაცა ანუ მინდვრის ყვავილებზე. აი მინდვრის ყვავილებია, კი, როდოდენდრონი გვაქვს აქ ჩვენ. დეიცია გვაქვს, კიდე არის დასახელებული საკურა.
ჩემი საყვარელი საკურა. საკურას ნუ წარმოუდგენელია ხა იაპონური ბაღი საკურას გარეშე. საკურას გარეშე წარმოუდგენელია და საერთოდ ახლა ამ ბოლო პერიოდში თვითონ საკურის გარეშე ბაღიც უკვე ჩემთვის რაღაცა ის არის ხო? კი, ის მოკლეხნიანი ყვავილობა აქვს, მაგრამ ღირს. ეს მცენარე ღირს რომ ის 10-12 დღე დავტკვეთ მაგის ის ლამაზით. მაგრამ თავარია რომ აი ვარჯი ლამაზი ვარჯს რო შეარჩევ, ის მე ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია, მე თუ მკითხეთ, ხო? მისკანტუსები, ანუ ესე არის მარცლოვანი კულტურები. ესეც აი ხო, კი, ესეც მრავალფეროვანია, ძალიან დიდი ოჯახია და ну შეგვიძლია ეს ყველანაირი გამოვიყენოთ. პირველი ხარისხოვანი რას ნიშნავს? 2 მეტრამდეც იზრდება, საშუალო მზარდიც არის და დაბალ მზარდიც არის. ანუ ეს მცენარეები კი ძალიან ტენდენციურია უკვე ეს თუნდაც იმ ინგლისურ სტილშიც და მეც და ბევრი ჩემი კოლეგაც ვიყენებთ ამ მცენარებს, მაგრამ მაინც და მაინც რო ვთქვათ ახლა ქართველ დამკვეთებში პოპულარობით არ სარგებლობს იმის გამო, რომ ზამთარში ცოტა მოწყენილია ეს მცენარე ყავისფერდება, მაგრამ მე ზუსტად ეს რო ყავისფერდება ეს მიყვარს. მე ადრიან გაზაფხულზე მოჭრი ამას და მე ისევ თავიდან იწყებს აფეთქება. ესე აი მერწმუნეთ რომ ძალიან ლამაზია და რა ვიცი გამოვიყენო და ეგ რჩება დარიგებები, ხო? ახლა ნუ როდესაც 2025 წლის ჩელსის ბაღის კონკურსის გამარჯვებული სახელდება, რა თქმა უნდა ლანდშაფტის დიზაინერებს სწორება აქვს. ხო, რა თქმა უნდა. კი ბატონო და ნუ ფავორიტი მცენარეების ჩამონათვალიც უკვე ცნობილია. თუმცა მაინტერესებს ჩვენს რეალობაში როგორ გადმოდის ეს, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ლანდშაფტის დიზაინერი დამოკიდებულია, ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და აი მე ჩამონათვალში ძირითადად თუ ასე ვთქვათ, მინდვრის მცენარეები, ხო? ქართული დამკვეთის გემოვნებას როგორ ფიქრობ ელისო, რამდენად დააკმაყოფილებს ეს მცენარეების ჩამონათვალი, თუ შეიძლება ინდივიდუალურიც იყოს, გააჩნია ტერიტორიას, გააჩნია ბაღს, იმიტომ რომ ძირითადად მაინც ვარდებზეა, ხო, თუ არ ვცდები ორიენტაცია ჩვენთან, კი ბატონო. აი ნეკერჩხალი კი. ამ ჩვენს რეალობაში ძალიან აქტუალურია და საკურა, ხო და აი თქვენ დავუშვათ დაკვეთას რომ მიიღებთ, შესთავაზებთ აი ამ მცენარეებს. დიახ. კი ბატონო, ნახეთ ახლა რა აზრი აქვს ამ კონკურსს და რატო ვიცქირებით და ვუყურებთ ამ ტენდენციებს, ხო? ყველა ლანდშაფტის დიზაინერი სოფიოსი ადევნებს თვალყურს. კი, მართლა ადევნებს თვალყურს და რა ვიცი, აი ჩემი ოცნებაც არის, რომ რომელიმე წელს მოხდე ამ იმაში კონკურსში, იმიტომ რომ ვინც იყო ნამყოფი, აი ესე პირდაპირ თქვეს, რომ უბრალოდ ვერ გამოვედით იქიდან. ხო, ნუ წარმომდგენია ხო, რაღაცა საოცრებები ხდება. უმაღლესი დონის კონკურსი. ეხლა რას გვაძლევს ჩვენ ეს კონკურსები? ეს არ ნიშნავს კოპირებას. აი რაღაცა ვნახე. აი რას წამოიღებ? ხო, რას უნდა მოარგო. აი გემოვნებას აი ზუსტად ეგ იყო წლევანდელი ხაზი, ასე ვთქვათ, რომ უნდა მოერგო შენს არსებულ სიტუაციას. ეს არ ნიშნავს მომეწონა და გადმოიტანო. შეიძლება ის იმ იაპონიაშია ასე ფანტასტიურად და მე ხა ეს კოფით რო გადმოვიტანო, შეიძლება ის ბაღი ჩვენთან არ გამოდგეს, ხო? ანუ მიმართულება არის უფრო ძირითადად ანუ ტენდენცია არის და გამოიყენო, ხო? ანუ გეუბნებიან, რომ მოარგე სიტუაციას, ეკოსისტემას ნუ დაანგრევ და ახლით ნუ შეცვლი, მადლიერი იყავი იმის, რაც გაქვს. აი გუწერი ამ ადამიანს თავის განმარტებაში მერე გაქვსო 6 თუნდაც აი მცირე 100 კვადრატი მიწა გაქვსო სიტყვაზე, ხო? ამ 100 კვადრატიდანო შენთვის დაიტოვეო მინიმალური და უფრო დიდი ფართი დაუტოვეო შენს ბაღს. ანუ ბაღი რა შვება? ბაღი არის განტვირთვისთვის. და ეს ტენდენცია ზუსტად ჩვენ ვიცით, რომ ბაღს რამდენი მოვლა ჭირდება და სტრესულ მდგომარეობაშია და ეს დროც ხო და არა, ესენი გეუბნებიან ძევანდი ბიუჯეტი, ესენი ზუსტად ამას გეუბნებიან, რომ არა, ბაღი არის სიამოვნებისთვის, ბაღი არის საფიქრალი, ბაღი არის იმისთვის, რომ გაჩერდი, დაისვენე, მოისვენე, დამშვიდდი და ნუ დადგმი ამ ცხოვრებით. აი ეს არის წლევანდელი ხაზი. იყოს ტვირთი.
ბაღი აი რა კარგად თქვით, ბაღი არ უნდა იყოს ტვირთი. ბაღი არის მაქსიმალური სიამოვნებისთვის და სიამოვნებას რა გვანიჭებს? რაც უფრო მარტივია, ეგ. ანუ ნახეთ რას ამბობს ეს ადამიანი და ეს წლევანდელი გამოფენა ტენდენციები რას გვეუბნება მოერგეთ სიტუაციაში და მრავალფეროვნებაში არ არის უნიკალურობა. არა, რამოდენიმე მცენარები აგერ გვაქვს ჩამონასახელი, ეს გაიმეორეთო კომპოზიციებში და ეს როგორი მცენარებია, იცით ნინო? რომელსაც დიდი მოვლა არ ჭირდება. გაკრეჭო ამას არ ჭირდება, ბევრი წამლობა ამას არ ჭირდება. ჩარგე ერთხელ გექნება და გექნება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ელისო, ესეთი საინტერესო თემისთვის და ვფიქრობ, არა მარტო ლანდშაფტის დიზაინერები, ზოგადად დამკვეთებიც გაითვალისწინებენ. ფაქტია, რომ 2025 წლის ანუ უდიდესი ბაღების კონკურსი, ჩელსის კონკურსი ქვია, გამარჯვებული დასახელდა, შესაბამისი ტენდენციებიც უკვე მომავალი 5 წლის, ხო, უახლოესი 5 წლის ტენდენციებიც ლანდშაფტის დიზაინში არის, ანუ გულისხმობთ მცენარეებს, ფავორიტ მცენარეების დასახელებულია, ასე რომ არჩევანი უკვე თქვენზეა და მთავარი კიდე ის, რომ ჩვენ უნდა მთავარი ხაზი არის მოვერგოთ ბუნებას. მოვერგოთ ბუნებას ნამდვილად და რაც უფრო მარტივია, მით უფრო გაგიადულდებათ ცხოვრება. მადლობა ელისო, გისურვებ წარმატებებს, მადლობა აი ესეთი საინტერესო თანამშრომლობისთვის. როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს ამ სეზონის ბოლო გადაცემა, თუმცა სექტემბრიდან ახალ სეზონზე კვლავ დაგვიბრუნდება ელისო, გადაცემით უწვანე რჩევებით, კიდევ ძალიან საინტერესო თემები გელოდებათ. მადლობა დროებით, სასიამოვნო ზაფხულს გისურვებ. ყველას ჩვენს მაყურებელს მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს სიმშვიდეს უსურვებთ და მართლაც აი მოვიდა ის დრო რომ მოდი გავჩერდეთ, დამშვიდდეთ და დავფიქრდეთ.